ზოგადია კამერა. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო სამზადის უკვე კარგი ხანი აქტიურ ფაზაშია შესული და პოლიტიკურ პარტიებს შორის შეჯიბრებითობაც დუღილის პროცესს აღწევს, რომ დემოკრატიული პარტიის ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები და აქტივისტები აბსოლუტურ სიმშვიდეს ინარჩუნებენ. რა აქტივობები დაიწყებს EDP წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვას და რა კონკრეტული წინასაარჩევნო პროგრამებით და ხედვებით მივლენ მოსახლეობაზე. ამაზე დღეს გადაცემის სტუმარი ეროვნულ დემოკრატიული პარტიის გურიის ბიუროს ხელმძღვანელი ბატონი მერაბ ჩხაიძე ისაუბრებს. მოგესალმებით ბატონი მერაბ, მადლობა გადაგიხდით, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გზანდებით. ბატონი მერაბ, პირველ კითხვას იმით დავიწყოთ, რა თემაზე თქვენ დღეს პრესკონფერენცია გამართეთ ოზურგეთში. ეს ეხება გლეხების საკამიდამო ნაკვეთებზე სახელმწიფო გადასახადების განთავისუფლებას. გლეხების განთავისუფლებას ამ გადასახადებისაგან თქვენვე განცხადებით ეს საკმაოდ მაღალ თანხებს აღწევს, რის გადახდას გლეხობას რა თქმა უნდა უჭირს, ეს იწვევს ფერმერული მეურნეობის განვითარების შეფერხებას და არასაიმედო პარტნიორები არიან ამ შემთხვევაში ეს ადამიანები საბანკო ინსტიტუტებისთვისაც. აი თქვენ მოუწოდეთ ხელისუფლებას, რომ ეს არის სერიოზული და მტკივნეული პრობლემა, მაგრამ არ არის მოუგვარებელი. რა გზით შეიძლება ხელისუფლებამ აი ამ საკითხის მოგვარებაზე იმუშაოს? უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ამაზე. მოგესალმებით, ჩვენი სოფელი არის გლეხი, თეთრთან გაიგებული ფერმერთან თანამედროვე შეიძლება შესაძლებლობა და ყველა ქვეყნის ყველა მოსახლეს ყველა თავის საკანონმდებლო ნაკვეთი. შემდეგ 90-იან წლებსაც ეს ნაკვეთები შეეძლო მას ანუ მოემატებოდეს ნაკვეთები და ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას რომ პარალელურად საერთოდ მომატოს საბადოების და სამუშაოს როგორი ჩვენ უკვე არის. საქმე იმაში არის რომ ის ნაკვეთი მასზე მეგობრები თქვა სახარი თავისთავად არა ქონება ანუ როგორც იურიდიულად სამართლებრივად თავისთავად არა ქონება სანამ რეგისტრირებული არ იქნება ეს უბრალოდ რეგისტრირებული სამსახურში. ეხლა საქმე იმაში რომ რეგისტრაციის პროცესი გარკვეულ პერიოდში იყო უფასო. ადამიანთა უამრავმა ნაწილმა ვერ მოასწრო, ვერ თუმცა ინფორმაცია ჰქონდა, უჩვენათ რაიონის ცენტრალურ ჩასვლა, ასე მოტოციკლები არ იყო მაშინ შესაძლებელი სამსახურები და მოხდა ისე რომ დღეს არის ფასიანი სამონტაჟო თანხა მის ნაკვეთების რომელიც ჰქონდათ ლაპარაკული მის ნაკვეთები და ასევე მიღებული ხაზობრივი მის ნაკვეთების რეგისტრაცია და დღეს ჩვენ გვყავს გრეკაცი ანუ საოჯახო ყავს ოჯახები რომელთა ქონება ანუ მიწაზე ლაპარაკი ეს ნაკვეთები დაურეგისტრირებელია. ანუ შესაბამისად ეს მის ნაკვეთები ვერ არალიკვიდურია და ვერ შემთხვევაში ვერ გამოიყენებს ის მას ბანკთან ურთიერთობაში. ანუ ვერ აიღებს კრედიტს. კაუდირაკი და ვერ გადის და თქვენ როდესაც პრობლემის სიმძიმეს გაუსვით ხაზე აღნიშნეთ ისიც რომ ეს არა მარტო საშუალო ფენისთვის არის ხელმოუწვდომელი არამედ იმ მოსახლეობისთვის რომლებიც შეჭრებულთა ფენას მიეკუთვნებიან და მათზე არანაირი შეღავათები არ არის. არ არის ისეთი შეღავათები რომელთაც მემიწვევს შეღავათები არ არის და ძალიან საოცარია აქტუალურია ახლა ის ფენა რომელიც აღსრულია ფერად თავისუფლი კატეგორია და რა განსხვავება თუ ფერას რომელიც არ არის ამ კატეგორიაში ძალიან განსხვავება დამიჯერებთ ხო მაგრამ ის რომ თავისუფლი ფერაც იურიდიულად თავისუფლი ფერაც შეგვიძლია დასაგებოს ცოტა მიგვიწევს ეს საუბარი. ანუ ის კომენტა რომ მიწის ნაკვეთებზე საკანონმდებლო ნაკვეთებზე რეგისტრაცია უნდა იყოს რეგისტრაციის გადასახადები უნდა იყოს აბსოლუტური მინიმუმი. აბსოლუტური მინიმუმი გარკვეულ პერიოდამდე სანამ ადამიანი თავის მეურნეობას არ აღუდგენს და სანამ არ ექნება ასე ვთქვათ სიხარულით და განცდა იმისა რომ მას აქვს ქონება მას შემოსავალ და შემო დავმეგროთ ის შემო დავუწოდოთ ეს რასახადი ანუ გადასახადით შეიძლება იმტაყების გამოვა სახელმწიფოს ყველაზე ღირსება შეუძლია ამ შემთხვევაში ეს მოუწესრიგებელი საკითხია მაგრამ ამეთავს ვფიქრობ რომ ჯობია არ გადავუვადოთ არ
თვეების მიხედვით გადავანაწილო ან დროებით გავათავისუფლო. და ვფიქრობთ, რომ დროული იქნება ეს სახელმწიფოს მხრიდან, თუკი ეს მსგავსება გატარდა, მაშინ როდესაც ის საბანკო კრედიტების შემცირებაზე საუბრობს. როცა სახელმწიფო საუბრობს, ძალიან კარგია რომ საუბრობს და ისეთი ტონით რომ საუბრობს, რატომ ისაც ჩვენ მოგისმენთ ამას, ეს ძალიან კარგია ის რომ საუბრობს სახელმწიფო. აი ამ შემთხვევაში თუნდაც 5%-ამდე, 3%-ამდე ეს საბანკო კრედიტის განსახადია პროცენტი. ამიტომ ბანკური საკუთრება, მას არ აქვს ამიტომ, რომ ეს ქონება ეს მიწა, ანუ მისი შეფერთ თანამდებობითი რა იყოს ეს პროცესები, ჯერ მიწის გადასახადები უნდა მოიხსნას ან შემცირდეს და შემდეგ ვისაუბროთ საბანკო კრედიტებზე. პრობლემა იმაშია, რომ ძალიან ბევრი ოჯახია ეს რა. და ეს არის პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა. აი, მოდით საარჩევნო სიეთთან დაკავშირებითაც თუ შეიძლება თქვენი კომენტარი რომ მოვისმინოთ, თქვენ აქტიურად ხართ ძალიან ჩართული აი ამ პროცესებში, ADP-ზე მაგ ამ შემთხვევაში საუბარი. ამ მდგომარეობა არის დღეისთვის მოწესრიგდა თუ არა საარჩევნო სიები? მე მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე ათეული კი არა, მასეული შეიძლება ადამიანი მუშაობდა ტელეკომის მასშტაბით საარჩევნო კარტაგალის პროგრამაში. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან რთული პროცესი. Doğru. Tütün şiddetli çeşitli gittiğimiz ama karşı olarak formal situasyya adamların şimdiki arayan biz artsaliyatlar sakşerariya anlayıcılığından visva tamam şöyle işte durmuş şu garantız tabii bizim buraya buraya sandırıyor morça sapmışız da მე შეიძლება ითქვას თქვა ვიტყვი რომ 99-იანი სიცოცხლე არის თურაც ხდება. ანუ ამ შემთხვევაში საარჩევნო სიები ანუ ამ სიების სანდოობაში შეიძლება რომ მეჯგარიში აქ საქმე იმაში როდია რომ თქვა թե რაღაცა იქ არის დარღვეული ან რაღაც არასწორად და ჩვენ რეგისტრატორი ბუნებრივია ჩვენ ადგილზე ეს ხარჯულება გქონდა ჩვენ რაღაცა შეესრულებინა ჩვენ რეგისტრატორი უბრალოდ ახდენდნენ ილუსტრირებას თუ რა ხდება ანუ აი ეს ფაქტია ეს ანუ ზუსტი სტატისტიკაა ძალიან დიდი მადლობა მოდით ახლა გადავიდეთ თქვენს როგორც პოლიტიკური პარტიის აქტივობებზე ისეთ შთაბეჭდილება რჩება თითქოს EDP დღეისთვის აი ამ პოლიტიკური მოვლენებს ჯერ მხოლოდ გვერდიდან აკვირდება და როდის აპირებს პარტია საარჩევნო პროცესებში აქტიურად ჩართვას ბუნებრივია აქვს თავისი ძალადიანი სტრატეგია ეს უკვე რავალეთები და აქვს თავისი ტაქტიკა ამ თუ არჩევნების დროს შემთხვევითი არაა რომ ჩვენ მოხდარაღლებული EDP იმიტომ რომ ჩვენ გამოსიდით როგორც პროფესორი გამოსიდით ვარდნას ეს ვარდნა ქართული ბიზნესის გამო ქართული პოლიტიკის დაინტერესება საზოგადოება იცის ეხლა ჩვენ მოხდარაღლებული პარტია ახალი იდეები და ახალი შეხედულებები და ახალი პროგრამები. ანუ ამ პროგრამებზე ვისაუბროთ, რომელთაც EDP არჩევნებში ჩართვას აპირებს ზედაპირებებით მიდიხართ მოსახლეობამდე. ძირითადი ფასეულობები, რომელიც განსაზღვრა EDP შეიძლება მეოცე რჩება ეს არის ევროპულ ღირებულებებზე დავარქვათ დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული ეროვნული სახელმწიფო და უღალატოდ EDP ეროვნული პარტია ამას მისდევს. ამას დაემატა ბუნებრივია შემდეგ უკვე 80 წლებში წაკიამა ოპოზიციის პარტია დაემატა ევროპული ღირებულებები და ისო პატარა ქვეყანა ვარ და აუცილებლად ყავდეს და რაღაც სამხედრო ბლოკში ამას დაემატა აუცილებლად სამხედრო პოლიტიკური ბლოკის ნატოს და ურთიერთობა და არაბული ურთიერთობა მისი წევრობა და ყველაფერი ეს იმისთვის რომ ამ ბლოკში გავწევრიათ ეს რჩება პრიორიტეტად მე მარჯვენა ძალა ვარ, ანუ პოპულიზმისკენ არასდროს არ დავიხრებით ერჩება და დაემატა ასევე ევროპაში შემოსული ისე თქვა ოდნავ ესეთი მარცხენას ვიდავარკვევდი ცენტრისტული მმართველობა საბოლოო ჯამში ვარ მარჯვენა ცენტრისტული პარტია. როგორც დარჩა ფასობრივი იგივე, მაგრამ დღეს ვამბობთ ეს ხდარჩა ესე
მაგრამ დღესაც ვიტყვით ხალხს, რაზე ვიმუშაობთ ჩვენ? ჩვენ წარმოგიდგენთ ბატონი გურამი პარლამენტშია და მას შეგვეუშღერებია. ეს არის პირველ რიგში დასაქმების საკითხი, რომელიც განიხილება კონკრეტულად გამოიხატება აუცილებლად და შეიქმნას უწყება სახელმწიფო უწყება, რომელიც რეგულირებას, მოდელირებას და მართვას საუბრობს დასაქმების საკითხზე, დასაქმების საკითხო. დასაქმების საკითხო შექმნის ბაზას, განაწილებს, გადაამზადებს ხალხს ინფორმაციას და შეძლებითი კომპონენტია და საბოლოო ჯამში მივიღებთ ანუ ჩვენს მოსახლეობა შეიძლება იყოს ადგილების და შეიძლება ადამიანების იმუშაოს, გადაზრდება ბოალტერი იმუშაოს, საქმის ხუშიც არის თორე და პროსკად არის წება ინტერნეტი. და ასე ვთქვათ, ხო, ეს მეტეს ხო. და ადგილების სამუშაო ადგილების საქართველოში და არავის წავდებში მეოს აღმოსავლეთევროპა და დასავლეთევროპა მათ შორის. და ადამიანის შეძლწავლის დროებით იმუშაოს და ოჯახში რაღაც ფული შემოიტანოს პროდუქცია. არის სოფლის მეურნეობის საკითხი. ძალიან საინტერესო, სოფლის საკითხი ვფიქრობთ, რომ სამი კომპონენტი გამოვიდა სახელმწიფო დახმარებიდან გრეხულ მეურნეობებზე. სოფელი ჩვენთვის არ არის მხოლოდ სოფელი და რაღაც ფერდობრივი მეურნეობის გაერთიანება. ჩვენი კულტურის, ჩვენი transformative დიდი ატრიბუტი, სოფლიდან კანტონის კულტურა და ჩვენ ვფიქრობთ, ქართულ სოფელში ჩვენ დახმარება. ეს არის ელვადიანი იაფხეთი. ეს არის ჩემი ბატონი, აი ამ კრედიტების დასწრება, ანუ დასწრება თუ რა მოხდა დასწრებაში და ეს არის თუ ბაზარი გლეხი გასაწევს ბაზარს, რაფთელ ბაზარზე, ამ შემთხვევაში სუბსიდირება. ანუ თუ მოახერხებთ რა მოხდა ესეთი სახელმწიფო და მოახერხებს სუბსიდირება, რომ ისევე განვაგრძელოს. ანუ მსგავსად პოლიტიკური პარტიების და სოფლის მეურნეობა რა თქმა უნდა ისეთ პრიორიტეტული რჩება და განსაკუთრებული ხედვით. მაგრამ რაოდენობით კარგი და დახვეწილი პროგრამაც არ უნდა იყოს, სამწუხარო რეალობა არის, რომ არჩევნების მოგება მაინც დიდ თანხებთან ასოცირდება, ან ბევრ ფულთან ასოცირდება. რატომ არ იფიქრეთ თქვენ დამოუკიდებლად აპირებთ არჩევნებში ჩართვას, რატომ არ იფიქრეთ უფრო სერიოზულ გარანტიებზე, მაგალითად კოალიციაში გაწევრიანებაზე, რაზეც ბევრი პარტია არ იფიქრებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხაზი, ჩვენი ფიქრი, ჩვენი ფილოსოფია, პოლიტიკური ფილოსოფია და ეს არის პანტიუსარი პოლიტიკური ფილოსოფია. ეს არის შესაძლებელი გულები არ ვართ, არ ვიცოდეთ, რომ პოლიტიკური პარტია ხელისუფლების გარეშე ეს არის პოლიტიკური პარტიის საქმეების 10% და 90% დაფიქრდეს ხელისუფლებაში მოსვლაზე გაატარებდა. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ავუჩიეთ გზა და ამ გზას ჩვენ დავარქვით შუა, ანუ მესამე გზა. ეს არ არის რადიკალური ძალაუფლების მქონე თქვათ ხელისუფლების გზა. ეს არ არის თქვათ ასე ვთქვათ ძალაუფლების მოპოვებისათვის საოცარი ტოლმის მეორე. ანუ თქვენი ხელები თქვენ წვლილი შეტანას აპირებთ ქვეყნის განვითარებაში და ამ ორი რამ ოქროშუალოდი გამოძიება. ჩვენ ადამიანებს ვუთხრათ, რომ ეს გზაც სტომილია, არის გზა, შუა გზა, რომელიც არის კათოლიკოსული, ზომიერი და ყველა ადამიანმა ჩაიხილოს ქართულ ხუმში. ქრისტიანობის რელიგიურ რომელიც იცის ზომიერი გზა სწორედ ქრისტიანობა. კარგი, მოსახლეობაში ნდობის თვალსაზრისით ედპ დაახლოებით რა პროცენტით სარგებლობს გამოდინებიდან ამ საარჩევნოდ? ჩვენ ვფიქრობთ, რომ საარჩევნო პერიოდისათვის შეიძლება ვიფიქროთ ინდობაზე, რომელიც საარჩევნო ბარიერის გადამოყვანს. მაგრამ თუ ოპოზიციის აზრდავეყნობით ისინი საუბრობენ, რომ ედპ-ს ნდობის თვალსაზრისით ძალიან დაბალი პროცენტი აქვს. მე ვიდეცი რაღაცა და კიდევ ერთი ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში გადანაშრომლობენ და ამის გამო უნდობლობასაც უცხადებენ სიებს. ჩვენ ეს ესეთი წარსულიც გვაქვს, რომ ძალიან შეძლო დანაშრომლებდნენ იმასთან თანამშრომლობაში, ამასთან თანამშრომლობაში, შეურდესთან თანამშრომლობაში და ეს იყო ჩვენი უდროუკოლე ეს თქვა პერსონალურ ტალანტს. ედპ იყო არსებობდა იარსებებს როგორც ძლიერი ორგანიზაცია და ერთი რაღაცა უნდა დავაბადოთ. მე არ მაქვს როგორც პირველად დიდი პარტიული ორგანიზაცია. ჩვენ ახლა ვაკეთებთ და ვარჩევთ ადამიანებს
და ისეთი საოცარი დარტყმები მოდის. ისეთი საოცარი დარტყმები, ჩემთვის რო გითხები, ჯერ ასე ვთქვათ, ჩვენ არ აგვიღია ის რაც სიმძლავრეები ქვია და იმდავე მოდის დარტყმები ისეთი, რომ აი ძალიან ძლიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას შეშურდება. ამას მე ვგრძნობ. და ვგრძნობ სწორედ კოალიცია თქოს ზოგიერთი წევრიდან ვერ გავიგე რა შეასახმე ხალხმა ფიქრობ რომ ალბათ ამას იმით რომ მათ წაგუნდებათ ისეთები ფიქრობენ რომ სისტემები როგორც პატა ძალიან მალე გაუჟღავდება და ფიქრობენ რომ ისეთები არ უნდა ავდეს ისეთები სამწუხაროა და ისეთი თვისების და სხვანაირი სტრუქტურა რომელიც რაღაცებს გამოაშკარებს და გამოაშკარებს თუნდაც ასეც ერთ კოალიციაში ჩემთვის გაუგებარია როგორ შეიძლება იყოს მემარცხენეც დაუშვათ იყოს როგორ შეიძლება იყოს ნატოს შეგაწევრიანების პროგრამა და პუტინის სამხედრო კავშირის აღდგენის პროგრამა ამ თუ შევლებს რაღაცა შემდეგ გაიყოფია და შემდეგ თუ არანაირად არის ამიტომ ამოვიჩიეთ ისინი ამბობენ რომ სხვადასხვა როდესაც რამდენი პარტია ერთ კოალიციაში შექმნის და ჭეშმარიტებამდე მისასვლელ გზაში ასწორება შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობის საკითხს შეიძლება იყოს რაღაცის დაფინანსების საკითხი ბიუჯეტის საკითხი მაგრამ სტრატეგიული მმართველობის საკითხზე საქართველოს საერთოდ წავიდეს ჩრდილოეთისკენ თუ დასავლეთისკენ ეს ალბათ ეს ერთი უნდა იყოს შეთანხმდებიან ალბათ მე არ ვიცი თუ შემთხვევაში რა შეიძლება ხელისუფლებასთან კავშირს ხელისუფლებასთან კავშირში ახლა ვეცდას ვარ გადაგანს მონაწილეობა კომისიაში იქ როგორც აცნობობა აქ გამარჯვენები აქ ქრისტიანები ვარჩუ და ერთმანეთს ხელს ვარწმევთ და გამარჯვებას ვუყურებთ და შენოს უბრალოდ ვხდით. კარგით, ძალიან დიდი მადლობა საწყობ ჩვენს ეთერში გამოიწვია და მაგალითად შესაძლებლობა რომ დავსვათ კიდევ მეტი კითხვები ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. მე ჩემს კითხვასა და მაყურებელს შევახსენებ რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ეროვნული დემოკრატიული პარტიის გურიის ბიუროს ხელმძღვანელი ბატონი მერაბ ჩხაიძე მე მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის